აღმოჩნდნენ ისეთი ბერები, რომელთაც მოითხოვეს, რომ საქართველოს ეკლესია გამოსულიყო ეკლესიებთან მსოფლიო საბჭოდან. ეხლა დგას ერთი საკითხი. აი ამ რას ემსახურება ეს ეკლესიათა მსოფლიო საბჭო? ან რა არის ეს ეკლესიათა მსოფლიო საბჭო? ძალიან ხშირად ამას ეძახიან ეკუმენურ მოძრაობას, ანუ ეკუმენისტურ მოძრაობას. აი, მე რო გითხარით ეკუმენური პატრიარქი, ესე იგი მსოფლიო პატრიარქი. აი, აქედან არის ეგ სიტყვა აღებული ეკუმენური მოძრაობა. უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს აქვს ასეთი ლოცვა, თქვენ გახსოვთ სახარებაში. აი, განსაკუთრებით ეს იკითხება დიდ ხუთშაბათს, როცა 12 ვნების სახარება როცა იკითხება, და ყოველნი ერთი იყვნენ. მაცხოვარი ლოცულობს ლამაზ ეციერის წინაშე და ყოველნი ერთნი იყვნენ. აი ამაზე არის დაყრდნობილი აი ეს მოძრაობა და ამის გარდა კვერექსშიც არის, აი ყოველ თოვნითი კვერექსი, როცა უფლისა მიმართ ვითხოვოთ, ამბობს დიაკონი ან მღვდელი, იქ არის ყოველთა ერთობისათვის უფლისა მიმართ ვითხოვოთ. ესე იგი, აი ეს ერთობა, ეს უფლის ლოცვა იყო მამაზ ეციერის წინაშე და სწორედ ამაზე იყო აგებული აი ეს ეკუმენური მოძრაობა, რომ ესე იგი იქნებ მოხდეს დაახლოება ქრისტიანული ეკლესიების და აი შეიქმნა ეს ეკლესიათა მსოფლიო საბჭო.